უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებს. შალა. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ორი რატომ იცვლება პრემიერ-მინისტრი? საკანონმდებლო და პირველად ოპოზიციური რჩება პოლიტიკურ თანამდებობაზე ამ შემთხვევაში პარტიაში. როგორ დააგვიანებთ ეს ცვლილებები და როგორ შეუძლოთ პარტიული და ცალკე ინსტიტუციური განვითარების პროცესს? მადლობა ამ კითხვისთვის, ძალიან სწორად ხედავთ თქვენ იმ ხარეს ამ გადაწყვეტილებისა, რომელიც განსაკუთრებულად შეიტანს თავის წვლილს ქართული დემოკრატიის განვითარებაში. უპირველეს ყოვლისა მინდა მიულოცო ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა და მიულოცო ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება. ორივეს შედეგები ერთის შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელის სახით, მეორე შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის სახით არის სახეზე. როგორც პოლიტიკური მიღწევები ჩვენი ქვეყნის, ისე ეკონომიკური მიღწევები ჩვენი ქვეყნის, გუნდის სიძლიერე, არჩევნების შედეგები, ეს ყველაფერი აჩვენებს თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს მართლაც ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მომენტი არის, ვინაიდან პარლამენტის წიაღიდან ხდება პრემიერ-მინისტრის შერჩევა, მას შემდეგაც ჩვენ გადავედით სრულად საპარლამენტო სისტემაზე და დარწმუნებული ვარ, ეს აბსოლუტურად ახალ დინამიკას შეიტანს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. განსაკუთრებით ვფიქრობ, ოპოზიციას უნდა ოპოზიცია უნდა იყოს პოზიტიურად განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ, ვინაიდან მათთვის ვფიქრობ, რომ იქნება განსაკუთრებით საინტერესო, როდესაც მათი კოლეგა, რომელთანაც წლების განმავლობაში ერთ დარბაზში იყვნენ, წლების განმავლობაში საერთო დისკუსიები თუ რაღაც საუბრები ჰქონდათ, ახლა იქნება პრემიერ-მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე. და ასევე ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ასეთი წარმატება ჰქონდა მთავრობის მეთაურის სახით და რეალურად ის შედეგები პოლიტიკური და ეკონომიკური, რაც ჩვენ მივიღეთ, მისი პირადი წვლილი ამაში ძალიან დიდია. მას ახლა უკვე პარტიის ხელმძღვანელობა ექნება ჩაბარებული და ეს დიდი ორგანიზმი ქართული ოცნების, რომელიც არანაკლებ რთულია, ასე ვთქვათ, სამართავად, ვინაიდან საქმე არის გვაქვს ჩვენ პარტიასთან, პარტიის წევრებთან, პოლიტიკოსებთან, ეს განსხვავდება რა თქმა უნდა თავისი ხასიათით საჯარო სექტორის მართვისა, როდესაც პოლიტიკოსებთან გაქვს საქმე, ამიტომ ვფიქრობ საინტერესო იქნება მისთვისაც ეს მიმართულება. მინდა ორივეს უსურვო წარმატება და რაც მთავარია, ყველა ეს გადაწყვეტილება მიმართულია საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ უპირველეს ყოვლისა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება ჩვენი გუნდის და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის წარმატების კიდევ ერთი ეტაპი და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ის მთავარი მიზნები, რომელიც დასახული აქვს და დღეს უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ორ მთავარ ეროვნულ ამოცანას. ერთი ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს მოქალაქეებს შორის და მეორე ეს არის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლება. ბატონო შალვა, პარტიებდა ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ყველა ლიდერი ამბობს, რომ მან თავად გადაწყვიტა, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმაც გითხრა, რომ თავად მოისურვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა. ირაკლი ღარიბაშვილს ბევრჯერ კითხეთ, თუმცა ასეთი სიტყვები მას არ ხვდავს. მან თქვა, რომ პოლიცსაბჭომ შეთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა. მაინტერესებს გაიხსენოთ პოლიცსაბჭოს ის სხდომა, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ უნდა წასვლა, ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება და თავაზობს პოლიცსაბჭო მას პარტიის თავმჯდომარეობას. ასე იყო? როგორ ასე უმიზეზოდ დათანხმდა ივანიშვილი ასეთ წარმატებულ პრემიერს, რომ წასულიყო მთავრობიდან? თქვენ მოისმინეთ განმარტებები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან და მათ შორის ირაკლი კობახიძის მხრიდან. დღეს ჩვენ გვყავს პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის სახით და პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. ამიტომ მე პირიქით ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ახლა გავიხედოთ წინ და არა დეტალებით შეაძლებელს. ითქვა კიდევ ერთხელ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააცნო საზოგადოებას, საკუთარი ბრიფინგით განმარტა ყველა ეს საკითხი, ამიტომ აქ არ მგონია, რომ ჩაძიება და ზედმეტი კომენტარები იყოს საჭირო.
პარლამენტის პროცესის წარმომადგენლები პოზიტიურად უნდა იყვნენ განწყობილი, ვინაიდან სწორედ სახელმწიფო ორგანოდან გადადის, ხომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ირაკლი კობახიძე, თუმცა ვიცით, რომ მხარდაჭერას არ აპირებენ. რაზე მიაჩნევთ თქვენთვის ეს ყველაფერი? ეს ბუნებრივია იმ მომენტში, როდესაც ოპოზიცია მხარს უჭერს მთავრობას, იმ მომენტში უკვე ეს აღარ არის ოპოზიცია, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არ არის, თავისთავად ოპოზიცია არის არიან ის პოლიტიკური ძალები, ვინც არის ხელისუფლებაში, ამიტომ გასაგებია რომ მხარს არ დაუჭერენ მთავრობას, აქ პრობლემა არ არის. ზოგადად პროცედურას რაც შეეხება, ამასაც გეტყვით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა უკვე რომ ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და პროგრამით, სამთავრობო პროგრამით, ხვალ 5 საათზე ჩაინიშნება ბიუროს ხდომა და გვექნება უკვე დღის წესრიგის განხილვა მომავალი კვირიდან ორშაბათიდან უკვე იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობის შემადგენლობის და ჩვენი გეგმა არის რომ კვირის ბოლოსთვის ხუთშაბათის ხდომაზე ალბათობით უკვე კენჭი უყაროთ განვიხილოთ კვირის ყოველსაფრენოს ხდომაზე მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა და კენჭი უყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას. ბატონო შალვა, რატომ გახდა საშუალება დღეს მასთან გესაუბროთ საჯაროდ კითხავთ, რას ვერ აკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული საქმიანობის ფარგლებში სათანადოდ, რატომ გახდა მისი გადაყენება საჭირო მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ გითხრათ, რამდენად მიზან შეწონილი არის თქვენს მხარდამჭერებს უჩნდებათ პირველ რიგში ეს შეკითხვები? კიდევ ერთხელ აღარ ვიცი რამდენჯერ უნდა შემოbrუნდეს ეს კითხვა. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა განცხადების დროს, თქვენთანაც განმარტა, რატომ მიიღო მან თავად ეს გადაწყვეტილება, ამიტომ აქ დანარჩენი ამას ეს არ ვთქვა. ამას ამბობს ბიძინა ივანიშვილი, ბატონო შალვა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა პროცედურები, თუ როგორ წარიმართება